დაიწყე დილა პოზიტივით. პიკის საათი რადიო 1-ზე. FM 102.4. მაშასე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენს ეთერში იწყება რუბრიკა ემიგრანტი, რომელიც როგორც წესი ყოველ შაბათს პიკის საათის ეთერში გადის ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც გადაცემის ანონსში დაგპირდით, ჩვენ სტუდიაში უმასპინძლობთ ჩვენ დღევანდელ სტუმარს და არ ვუკავშირდებით Skype-თან, ტელეფონით, როგორც ამ რუბრიკას ზოგადად ჩვევია ხოლმე. თუმცა ვიდრე წარმოგიდგენთ სტუმარს, მინდა ჩემს Facebook-ს გადავხედო და ამ შემთხვევაში ნინო ბაშარულის გვერდზე 14 აგვისტოს წავაწყდი ასეთ ინფორმაციას. ბრავო გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს მარიამ ქირიას, რომელმაც ძალიან საინტერესოდ და ლამაზად შეასრულა ჩემი სიმღერა. მე მართლა აღვფრთოვანდი შენი სადა და დახვეწილი ვერსიით. ბრავო, კიდევ ერთხელ სიტყვები არ მყოფნის. მოусმინეთ ამ მშვენიერ გოგონას და დატკბითო წერს ნინო ბაშარული. მე ვფიქრობ ახლა ერთგვარად ისეთი გამოცნობის რეჟიმში რომ შევთავაზო ჩვენს მსმენელს, რომელ სიმღერაზეა საუბარი, მოსმენის გარეშეც კი ადვილად მიხვდებიან, იმდენად პოპულარულია ნინო ბაშარულის ეს სიმღერა საქართველოში და როგორც ხედავ, არა მხოლოდ საქართველოში. მაშასე სიამოვნებით წარმოგიდგენთ მარიამ ქირიას. მარიამ, მოგესალმები. გამარჯობა, მოგესალმებით. რამდენადაც ვიცი, თქვენი დებიუტია რადიოში. დიახ. და ზოგადად მედიაში თუ? ზოგადად მედიაში და ძალიან ნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მყუდრო გარემო. არა, ნერვიულობთ. ახლა მე თქვენ აგიხსნით, იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც მით უფრო მომღერალ და შემოქმედ ადამიანებს ვეპატიჟებით ხოლმე პიკის საათში პირველად და მათი დებიუტია, მე შემიძლია ერთგვარად დავაკოლაჟო კიდეც ეს ჩანაწერები და ამონარიდები პრაქტიკულად ერთი და იგივეა ყველა, რასაც ამბობ. ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველად ვარ. მარიამ, დამერწმუნე მეორედ რომ მოხვალ პიკის საათში სტუმრად, ჩვენ უკვე საშუალება გვექნება ვისაუბროთ თქვენს დიდ წარმატებებზე, ძალიან ფეხბედნიერი სტუდიაა. და შესაბამისად მეგობრადაც უკვე მოგიაზრებთ, გახვალთ თუ არა ამ სტუდიიდან მაშინვე. ეს რაც ეხება ესეთ სტუმარ მასპინძლურ გადაძახილს ჩვენ შორის, ზოგადად ემიგრანტი, რუბრიკა, რომელიც ორიენტირებულია უცხოეთში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებზე, წარმატებულ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ კარგად მოგვეხსენება საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანები ხშირად ტოვებენ ქვეყანას და ხშირად არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაში. მაგრამ არ ვიცი, ეთყობა ეს რაღაცა ჩვენი გენეტიკური კოდია, რაღაცა ძლიერია, ფესვია, გადარჩენის ინსტინქტი დიდია, ალბათ აქედან წაღებული გამოცდილებაც და დამოკიდებულება საქმისადმი, პროფესიონალიზმისკენ, სიარულისადმი ადამიანების უმრავლესობას აქცევს ხოლმე შემდეგ იმ პროფესიონალებად, რომლებსაც მე ჩვენ ვნატრობთ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი გამოცდილება და ცოდნა უკვე აქ ამ ქვეყანას მოახმარონ. გადაცემის დასაწყისში რომ ვაანონსებდი თქვენ სტუმრობას, ასევე დაუპირდი მსმენელს, მაქვს იმედი თქო, რომ მარიამიც დაბრუნდება საქართველოში და ალბათ არ დარჩება მუდმივად უცხოეთში. არ ვიცი, ეს ალბათ თავად ცხოვრებამ უნდა მოიტანოს და გადაწყვეტილებასაც მე მიიღებ. თუმცა როგორ წახვედით, ეს მართლა მაინტერესებს. მე სწავლობდი გერმანულ სკოლაში, თავისუფალ ვალდორფის სკოლაში თბილისში. და რახან, საერთოდ ხო ესე არის, ენას როცა სწავლობ, მაშინ ინტერესი გაქვს იმ ქვეყნის, უფრო ესე დაიწყო ეს ყველაფერი. თავიდან იყო ეს უფრო რაღაც დედაჩემის ინიციატივა, რომ უნდა რომ რაღაცა გახდი დამოუკიდებელი, ისწავლე დროის ფასი და ასე შემდეგ. ჩემთვის უფრო სპორტული ინტერესი იყო გერმანიის გაცნობა. ხო და მოკლედ ესე 19 წლის ასაკში წავედი ჰამბურგში, გერმანიაში, როგორც ოპერად თავიდან, სხვათა შორის ძალიან კარგი არის ოპერად წასვლა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ენის სწავლა, კულტურაში შესვლა, ცოტა ესეთი რაღაცები გიადულდება უფრო. მოდი ახლა ჩვენს მსმენელს მარიამ, ვისთვისაც ეს ტერმინი რას ნიშნავს ოპერად წასვლა, განვუმარტოდ. ოპერად ნიშნავს ოჯახში, სადაც ბავშვების მომვლელად. დიახ. და ამასობაში თან სწავლობ ენას, დადიხარ ენის კურსზე, ის ოჯახი გეხმარება შენ.
და შენ ეხმარები იმ ოჯახს, ეს კაცლა გამოცლა არის. აი ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ხოლმე ასეთი ადამიანებისგან, რომლებიც ოჯახში ხვდებიან რაღაცა ნიშნით უცხოეთში. მარიამ, ბუნებრივია ამ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყო რა ასაკის ადამიანიც არ უნდა იყო, გარკვეულწილად რომც არ იყო რაიმე საქმის პროფესიონალი და უბრალოდ დიასახლისი, გარკვეულწილად შენ ხარ შენი კულტურის გამზიარებელი იმ უცხო კულტურისათვის რა გარემოშიც ხვდები. და მე ვფიქრობ აი ესეთი პატარ-პატარა ოჯახური სამეგობრო ურთიერთობებით მე ძალიან დიდი შთაბეჭდილება იქმნება ზოგადად ქვეყანაზე. ცოტა მეტი რომ გითხრა იმ ოჯახზე, სადაც დაიწყე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბუნებრივია მათაც ჰქონდათ ინტერესი იმ ქვეყნისადმი, რომელიც წლების წინ ბევრმა არც იცოდა ალბათ უცხოეთში. რაღაც პროფესიული ინტერესი არ იყო. ანუ ჩემი ოჯახის შემთხვევაში იყო, მე რა თქმა უნდა შევიტანა რაღაც მუსიკა, ქართული ცეკვა, ფოლკლორი, ესეთი რაღაცებით. დიდად არ იყვნენ თავიდან დაინტერესებული იმდენად, მაგრამ შემდეგ მე რო გამიცნეს და გავუგეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა დაინტერესდნენ ყველაფრით. ესე უბრალოდ ოპერს როცა მოიყვან, იმით ალბათ ვერ გაიგებ ხა ქართულ ხასიათს, ეს ხომ მაინც ერთ-ერთი ადამიანის ხასიათია იმდენად. რამდენად კომუნიკაბელურები არიან გერმანელები, ცოტა ისეთი არსებობს სტერეოტიპი, რომ ცოტა ცივი და მკაცრი ხალხია. ესენი არიან თუმცა ნელ-ნელა ვანგრევთ ამ სტერეოტიპებს, მაგრამ მაინც. ანუ მე ვიტყოდი უფრო ჩრდილო გერმანელები არიან ესეთი, ანუ სამხრეთ გერმანელები უფრო ქართველები ვით არიან მეტად. მაგრამ ანუ ცივები არ არიან, მე მგონი უფრო დისტანციურები არიან. ანუ დრო ჭირდება, სანამ მართლა დაუახლოვდები, მაგრამ თუ დაუახლოვდი, ნამდვილი მეგობრობა. იქნება არის ამ დისტანციურობაში გულწრფელობის უფრო მეტი ეფექტი, ვიდრე პირველივე წუთიდან საყვარელო გენაცვალე. ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე სხვათა შორის, შეიძლება ესეც არის. მარიამ, მე როგორ განვითარდა თქვენი? მე აღმოჩნდა რაღაც კონცერტზე, ერთი მუსიკალური სასწავლებლების კონცერტზე, რომელიც ძალიან მომეწონა და ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში და ვისწავლე 4 წელი ელემენტარული მუსიკის პედაგოგიკა, აქვე ახლა გერმანულიდან განვუთარგმნი პირდაპირ. ვოკალის განხრით, ანუ ვოკალი იყო ჩემი მთავარი საგანი. და იმის შემდეგ ეხლა მყავს ორი ანსამბლი, მყავს მოსწავლეები და მოკლედ ამაზე ახლა ცოტა დაწვრილებით უნდა გვესაუბრო, რას ნიშნავს ორი ანსამბლი, მოსწავლეები კიდევ გასაგებია. ანუ ორი ანსამბლი, ერთი ანსამბლი გადავიბარე 4 წლის წინ. შედარებით მარტივ სიმღერებს ვღერივართ, კლასიკურებს და ასევე ქართულ სიმღერებს. ძალიან გაოცებულები არიან და ძალიან უყვართ და კარგად გამოსდით ძალიან ქართული სიმღერები. მეორე ანსამბლში ვღერივართ უფრო რთულ ნაწარმოებებს 4-დან 8 ხმიან კლასიკურ ნაწარმოებებს. ანუ და მეორე ანსამბლი სხვადასხვა გაგიკვირდებათ და უფრო უჭირს ქართული სიმღერების, ანუ ანსამბლი რომელშიც რთულ კლასიკას ვღერივართ, უფრო უჭირს ქართული სიმღერების. და მარიამ, ესენი არიან ალბათ მოყვარულები, ხო? მოყვარულები პროფესიონალი მუსიკოსები ან მუსიკით დაინტერესებული ადამიანები. ერთში არიან მოყვარულები, მეორეში უფრო ნაკლებად უფრო შერეულები. ანუ ზოგი მოყვარულია, ზოგი პროფესიონალია. კარგი, მოდი ცოტა რამ რეპერტუარზეც გითხარი მეტი კონკრეტიკით. ანუ ანსამბლის რეპერტუარზე? ანუ რომანტიკა ამჟამად, ბრამსი, შუბერტი. ძირითადად ბრამსი და შუბერტი ვართ ახლა ამჟამად დაკავებული. მეორე ანსამბლში აი სოფლიო მუსიკას რო ეძახიან აბსოლუტურად ფოლკლორი ყველა ქვეყნებიდან და ქართული, რუსული და ყველა. აი ქართული სიმღერებიდან რა სასწავლით? ქართული სიმღერებიდან ძალიან ბევრი ყოფილა, მაგალითად იმერული ცხენოსნური. ჰარალო, გოგოვ შავთვალა და ნუ ესეთი სიმღერები. ისე სხვათა შორის დაგვი. სხვათა შორის შენ ხარ ვენახით სადეც. ცოტა რთული, ცოტა კი რა ძალიან რთული იყო. მაგრამ ძალიან ასე თუ ისე კარგად გაართვეს და ხო, ეთყობა ეს ინტერესი იმდენად დიდია, სხვათა შორის ქართული მით უფრო ფოლკლორი, მარიამ გამორჩეულად იქცევს ხოლმე უცხოელი მუსიკოსების ხაზგასმით ვამბობ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს არის პოლიფონიის
საოცარი ფორმა და მეთანხმებით ალბათ თქვენ და სულ მინდა ხოლმე რომ აი ის ინტერესი რეალურად და ის ემოციური ფონი რაც მათ აქვთ ხოლმე ქართული სიმღერისადმი უფრო მეტად გავიგო ჩემთვის როგორც ქართველისთვის ეს ხო სუნთქვასავით არის რომ ცისხლი რომ მოძრაობს ასეა თითქოს ყველამ უნდა იცოდეს ყველამ უნდა შეძლოს მაგრამ უცხოელები კიდევ უფრო სხვა კულტურას და სიღრმეებს ხედავენ ამ ყველაფერს დამეთანხმებით ეს ის არ არის რომ რაღაცა ჩვენ ვიგონებთ იმიტომ რომ ქართველები ვართ და ჩემ შემთხვევაში არ არის ეს ანუ მე მართლა ვხედავდით როგორ არის სასწავლებელში მუსიკალურ სასწავლებელში მე ჩემს გვერდით ყველა იყო მუსიკოსი აბსოლუტურად პროფესორები ყველა მუსიკოსმა იცის გერმანიაში რა არის ქართული ფოლკლორი და აფასებს ძალიან გაოცებულები იყვნენ ვინც არ იცოდა და ვინც იცოდა აფასებს და ძალიან კარგი. მე მინდა ჩვენს მსმენელს შევახსენო, რომ ჩვენ ახლა ვართ პირდაპირ ეთერში, თუკი მარიამთან გასაუბრება თქვენს გსურთ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება არსებობს და ეს არის ტელეფონები ნომრებით 240 91 92 ან 240 92 92. დაგვირეკეთ, გაესაუბრეთ, თუმცა მანამდე, რადგან ჩვენ ასე ანონსირებით დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი ეთერი და სიმღერა უნდა მოგასმენინოთ, მინდა რომ ეს სიმღერა, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩანაწერის სახით მოგასმენინოთ ისე როგორც ვრცელდება YouTube-ის ქსელში, ბატონ ნოდარს მიდავთხოვო, რომ ვიზუალურადაც ვაჩვენოთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს, ვისაც აქვს ამის ხილვის საშუალება საიტზე რადიო 1.წერტილი და შემდეგ უკვე ერთად შევაფასოთ მარიამის ნამღერი ეს სიმღერა. მე სხვადასხვა ნინოს მინდა ბაშარულს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და მას შემდეგ რაც მოვისმენთ სიმღერას, მე ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე იშვიათად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც აი წარმატების შემდეგ, სიმღერის ისეთი წარმატების შემდეგ, როგორიც ნინოს ჰქონდა ამ სიმღერით, ასე ლაღად თავისუფლად ბედნიერად და გულწრფელად ხვდებოდეს სხვის მიერ საკუთარი სიმღერის შესრულებას. არც მარიამ დამეთანხმებით, არა, მე ვიკითხოთ დროებით. შორს გასეწით მერნებო რაზა ახსენით დარაბებს ვიპოვეთ ის ვაჟი სიზმრად თავს რომ არმანებებს მოდის და წყალს მასებებს ცისკრიდან გადმომდინარი ისერთავს დალალებს ნეტავის ვაჟი ვინ არის იქნებდა სადმე მონახოთ და თებში დაიდო სავანე იქნებდა სადმე მონახოთ და თებში დაიდო სავანე ყოველღა თვარიას შარას გავხურებ მოკარგუს საცხოვრობს ის ვაჟი სიზმრად რომ ჩუქნის სულს და გულს მოდის და ფეხთ მიყრის ქვეყნა დარნახუ ყვავილებს მოდის და ლავ მიდის დამთვარეთ ფრთებში აცილებს იქნებდა სადმე მონახოთ და თებში დაიდო სავანე იქნებდა სადმე მონახოთ და თებში დაიდო სავანე ეს
ისიც ის ვაჟი. მართალია ამ სიმღერაში ნინო ბაშარულის ის ვაჟია, მაგრამ ჩვენ თეჯერს მიღმა, ანუ სტუდიის მიღმაც ყავს ის ვაჟი. ვინ არის ის ვაჟი? ის ვაჟი გახლავთ ჩემი მეუღლე. დიახ. რომელიც ჩვენ ერთად ჩამოვედით ახლა 3 დღის წინ თბილისში. და ვიყავით გუშინ წინ იუსტიციის სახლში და მოვაწერეთ ხელი, ანუ 2 დღეა ჩემი მეუღლე. შესანიშნავია, გილოცავთ რა ქვია მეუღლეს? გეორგი. გეორგი გილოცავთ. ბედნიერები იყავით და მომდევნო ჯერზე არ ვცდგნებოდ შემოვძანდით სტუდიაში, არც ამის პრობლემა არ არის, თუ არა და სხვა დროს იყოს. როგორ გავაგებინოთ, რომ ვეუბნებით თუ გნებათ შემოვძანდეთ? Es mich ახლა ჩემი ხმა? Georg, Sie können gerne reinkommen, hat sie gesagt. Wenn Sie möchten. Wir haben auch 10 Minuten, weißt du, wir müssen die Zeit füllen. Aha. მოდის. ეხა პრინციპში როგორ არის ხოლმე ქართულ ქორწილებში ვისია ქალი ლამაზიო და ეხა გეორგს როგორ უნდა უმღეროთ, მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. აი. გამარჯობა. დაგაცალკევეთ, ნახე, მარიამ. მოდი მაშინ გეორგზე მოგვიყევი ცოტა რამ. იმიტომ რომ ღირს ვიცნობდეთ სიძეს. გეორგი გავიცანი 1 წლის წინ გერმანიაში, ჰამბურგში და სხვადასხვა გეორგის პროფესია არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება. ანუ მუშაობს ერთ მუსიკალური music software, როგორ არის ქართულად? ანუ სტუდიებში რო აქვს მუსიკის პროგრამა, ჩამწერი პროგრამა, ესეც ფირმაში მუშაობს და უკრავს გიტარას და უკრავს საყვირს. ანუ ახლოს ყოფილა რადიოსთან. ახლოს. კარგი, მოდი ახლა დამეხმარე შენ და თარგმანში და ვკითხოთ საერთოდაც როგორ გაგიცნო სიმღერით თუ შენი სილამაზით მოიხიბლა მე ხა მსმენელი თუ გვიყურებს, ნამდვილად დამერწმუნება როგორი ეფექტური და ლამაზი გოგო ხარ. Sie hat gerade gefragt, wie du mich kennengelernt hast, ob du begeistert von meiner Schönheit warst oder von meinem Gesang. Von beidem. ორივე თირა ძალიან. ორივე თირა ძალიან მოხიბულია. ხო, აი რა ძნელია ხა თავად რო უთარგმნე ამ ყველაფერს. სიმღერა ასწავლე? სიმღერა თვითონ მღეროდა ყოველთვის ასე თუ სახში შედარდა და ორ ხმაში მღერივართ გიტარით. რა ჩაოლებრივი რამ მითხარით ხა სულაც არ მქონდა დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მსგავსი რამ, მაგრამ მე კი სიამოვნებით შემოგთავაზებთ თუ კი რა თქმა უნდა თქვენთვის მისაღები იქნება და ეს შეგცა ბედნიერ მუსიკალურ ფრაზას კი დაგვიტოვებთ ერთად. მოდი წარმოიდგინე, აქ ხო სახლია, ხა ეს არის სახლი 102 და 4 და წარმოიდგინეთ რომ სახლში ხართ რაღაცა ჩვენს მსმენელსაც წაუღიღინეთ. მოველაპარაკეთ. მე მანამდე მსმენელს ვეტყვი რომ ვართ პირდაპირ ეთერში და ურთიერთობისთვის სულ რაღაც 5 წუთი დაგვრჩა თუ მარიამთან გასაუბრება გნებავთ, გაქვთ ამის საშუალება. Georg, sie meinte, ob wir vielleicht was Kleines singen würden, zu zweit für das Radio jetzt. Wir könnten zum Beispiel Hamdia probieren. Die Gitarre ist ja da. Hamdia? Okay. თუ გნებავთ თქვენს გვერდით დავსვამ და უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. ეს პატარა მისვამოსვა სტუდიაში მსმენელს გვაპატიოს. თქვენ მეგობართან ყავთ რა თქმა უნდა გიტარა. Ich weiß gar nicht mehr, in welcher Tonart ihr das gespielt habt. Ein bisschen tiefer vielleicht. რას მღერით მარია? მღერით ერთ იოდლ ავსტრიულ სიმღერას. იოდლები კი ძალიან საინტერესო ფორმაა. Das ist zu tief. Ich? Hamdia, so? Hamdia. მარიამ ქირია და მისი მეუღლე გეორგი. აი ეს ექსპრომტად. Ja, ein bisschen langsamer vielleicht? Ja. Ich fange an. Das ist zu schnell. Weil, du spielst das hier einfach falsch, glaube ich. Aha, beწყობით ნემელა. Nee, haben wir nicht. Ეხლა ვე ამწოთ და ექსკიუტა და არ არის Wir haben პრობლემა. uns das letzte Mal Weihnachten მე gespielt. როცა წესმის. ბოლოს ვიმღერეთ აღდგომაზე სიმღერა დიდი როგორ გავიდა.
So schnell? So. Das ist gut. Ja. Გაქსიამოვნებით ჩავამატებდი პიკისათი. მარიამ, შენ გაქვს ექსპრომტად მომზადებული ავტოგრაფი ჩვენთვის სულ 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და მინდა მსმენელსაც მადლობა გადავუხადო დღევანდელი გადაცემისთვის. მე სამწუხაროდ პოლიტიკური რეკლამა გაგვჭრის და მეტი დრო აღარ გვექნება. ასე რომ უნდა მოვასწროთ და თქვენ ნიშნად პატივისცემისა ჩვენი მსმენელისადმი დატოვეთ ეს ავტოგრაფი ჩვენ სტუდიაში და ასე დავამშვიდობოთ ყველა ერთმანეთს. სიამოვნებით ჩვენი საყვარელი ნიაზის სიმღერაა. დროზე ჩქარა მიკროდა დრო არაფერზე ფიქრობდა ფიქრი რა თუნდა დროს როცა უნდა თოს პიკისათი იწყება პიკისათი გრძელდება პიკისათი მთავრდება და ჩერდება დრო არა დრო არ ჩერდება დარჩით ტალღაზე FM 102.4 თუმცა პიკისათი ხვალ ისევ დაიწყება და დაიწყება ყოველ დილით მანამდე ვიდრე თქვენ ამის სურვილი გექნებათ. დიდი მადლობა. პროგრამა პიკისათი